ხალხის პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი ქალაქის მერიას სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ყოფილი კლუბის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი საერთო საცხოვრებლის უკან დაბრუნებას თხოვს. მოთხოვნით ჯუმბერ თავართხილაძემ დღეს აკადემიის წინ სტუდენტებთან ერთად აქცია გამართა. პარტიის მერობის კანდიდატის ცნობით მერია აკადემიის კუთვნილ კლუბს დღეს საწყობად იყენებს. სტუდენტები კი საკონცერტო დარბაზის გარეშე არიან დარჩენილი. თავართხილაძის განცხადებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პოზიციას არ აფიქსირებენ. მერიაში კი ამბობენ, რომ შენობა უმაღლეს სასწავლებელს გასული წლის დეკემბერში დაუბრუნდა. ოფიციალურ კომენტარს არც საზღვაო აკადემიაში აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ მიუხედავად დაწერილი განცხადებისა, მიღება ჩაბარების დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. საქმის კურირება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან ქორიძეს დაეკისრა, თუმცა შედეგი არ დგას და მუნიციპალური აიპი ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი შენობას არ ტოვებს, რის გამოც იქ აკადემია უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. მერიას ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი სად დაიდებს ახალი აიპის საბოლოოდ ბინას. ჩემი უპირობო მოთხოვნა არის ქალაქის მერის მიმართ და თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ასე რამ გაუჭიროთ ამ საცოდავებს, რომ ქალაქის მერია ართმევს მეზღვაურთა აკადემიას კლუბს და მას იყენებს სამეურნეო საწყობად და თავდაცვის სამინისტრომ კიდე ჩამოართვა და მიეთვისა მეზღვაურთა საერთო საცხოვრებელი. ჩემი კატეგორიული მოთხოვნა არის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ სასწრაფოდ დაუბრუნონ მეზღვაურთა აკადემიას თავისი კლუბი. მე ვპირდები, რომ არავინ არ ჩაუთვლის ამას მოსყიდვაში. აღნიშნული აკადემიის შენობა თვითმმართველობას გადმოეცა საკუთრებაში 2011 წელს. მას შემდეგ ფუნქციონირებდა ხელოვნების ცენტრი. ხოლო 2013 წლის დეკემბრის თვეში შენობა გადაეცა საზღვაო აკადემიას, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით უნდა ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი.